1929 წლის 18 ნოემბერს დინამოს სტადიონზე თავისუფალი ადგილი არ იყო. არა მარტო შიგნით, გარეთაც 40,000-მდე მაყურებელი შეიკრიბა, რომ დასწრებოდა თამაში დინამო თბილისი CDK, ან დღევანდელი CSKA. ეს იყო საკმაოდ გადამწყვეტი მატჩი, იმიტომ რომ ამ მატჩში გამარჯვებულს ძალიან დიდი შანსი ჰქონდა ვერცხლის მედლები მოეპოვებინა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში. ამ მატჩს სავარაუდოდ თვითონ ლავრენტი პავლეს ძე ბერიაც უნდა დასწრებოდა. მატჩი თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, რომ უნდა გამართულიყო ბათუმში, მაგრამ რიგი მიზეზების გამო, შესაძლოა იმის გამო, რომ ბერიას არ უნდოდა ბათუმში მაინც და მაინც იქითკენ ჩასვლა, თბილისში გამართულა 15:00 საათი. საჯმა ჩასტვინა სასტვენს და თამაში დაიწყო. და პირველივე წუთებზე CDK-მ პირველი გოლი გაგვიტანა, თუმცა აი ამ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მალევე ანგარიში გაათანაბრა. ბორის პაიჭაძეს გატანილმა გოლმა სამწუხაროდ დინამოელებს პირველ ტაიმში არანაირი წარმატება არ მოუტანა. პირველი ტაიმი ჩვენ წავაგეთ 4-1. აი შესვენებაზე რა მოხდა და როგორ მოხდა ჩვენთვის უცნობია, იმიტომ რომ სულ სხვანაირად მოტივირებული დინამო თბილისი გამოვიდა მეორე ტაიმში. ამბობდნენ თბილისში, რომ და ასე დაიბადა თბილისური ლეგენდა იმის შესახებ, თუ როგორ შესულა დინამო თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოყვარული და გულშემატკივარი ლავრენტი პავლეს ძე ბერია გასახდელში. გასახდელში შევიდაო ბერია და ბიჭებისთვის უთქვია, დინამოელებისთვის, ბიჭებო, რავშებით ვაგებთო? კიო პავლოვიჩო, სამწუხაროდ ვაგებთო, ძალიან ძლიერი გუნდი არისო. თან ფედოტოვი თამაშობდა იმ გუნდში და კაპელნიკი, ესეთი ლეგენდარული ფეხბურთელები. ვაგებთო, რა ვქნათო, ძლიერი ფეხბურთელები არიანო. და ბერიას უთქვია, რომ მოკლეთო, თუ ეს თამაში წააგეთო, ყველას დაგხრეთთო. შესაძლოა ამის გამოც ესეთი მოტივირებული გამოვიდნენ, იმიტომ რომ მეორე ტაიმში დინამო თბილის ის თამაში 5-4 მოუგია მთლიანობაში. რატომ მოვყევი ეს ყველაფერი? და სხვადასხვა ვერცხლის მედლებიც ავიღეთ იმ ჩემპიონატში, რაც დიდ სენსაციად შეიძლება ჩავთვალოთ. იმიტომ რომ ხვალ თამაში არის ძალიან მნიშვნელოვანი ესპანეთი, საქართველო, ძალიან მოდი ვთქვათ გულახდილად, რომ ძალიან მცირე შანსი გვაქვს მოგების. თუმცა შანსი ყოველთვის არის და შანსი ბოლოს კვდება, იმედი ბოლოს კვდება. მე ვფიქრობ, რომ ერთი ესეთი ადამიანი გჭირდება, რომ გასახდელში ბიჭებთან შევიდეს და რა ვიცი, რაღაცით მოტივაცია მისცეს საქართველოს ნაკრებს. მოკლედ, იმ იმედით, რომ ხვალ კარგად ვითამაშებთ და იმდენად კარგად ვითამაშებთ, რომ დავდებთ სენსაციას და ესპანეთს როგორც მოუგებთ და შურს ვიძიებთ ბოლო ორი წაგებისთვის. აი ამ იმედით ველოდებით თვალინდელ დღეს ვლას ივაწაძე, შალიკა სტუდია სპეციალურად თქვენთვის.